მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. როდესაც წვიმა დიდხანს არ მოდის, ვოცნებობთ რომ გამოუშვას ნაყოფიერი ნალექი. როგორც კი წვიმა წამოვა, ყველანი ვცდილობთ რომ თავი შევაფაროთ რამეს. ხანდახან ზეციური ძალები გვიგზავნიან დედამიწაზე არაორდინალურ წვიმებს. ახლა კი ვისაუბრებთ მორიგ დედამიწის 5 ყველაზე უცნაურ წვიმაზე. ნომერი 1. ხილის წვიმა. ეს მოვლენა მოხდა ინგლისში 2011 წელს. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ხალხი ხმას ვეღარ იღებდა. ყვებოდა ერთ-ერთი თვითმხილველი. ვაშლები, რომლებიც არც ისე მსუბუქები არიან, საგრძნობი ზიანი მიაყენეს მოსახლეობას. საბედნიეროდ ხალხი არ დაშავებულა, თუმცა ემსხვერპლა რამოდენიმე ავტომობილი. ზოგმა ვაშლების გარდა იპოვეს სტაფილო და კომბოსტოს ნაგლეჯები. ნომერი 2. შაშვების წვიმა. ეს მოვლენა მოხდა არკანზასში 2011 წელს. ახალი წლის ღამეს ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობას თავზე დაეყარა 4000 შავი შაშვი. შაშვები ყველანი მკვდრები იყვნენ. ორნიტოლოგები დიდხანს სწავლობდნენ ამ არაჩვეულებრივ მოვლენას და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ჩიტები მიწაზე დანარცხების გამო არ მოკვდნენ, არამედ სხვა საგანთან შეჯახების გამო. ზოგი საახალწლო ფეიერვერკებს აბრალებდა, ზოგი კი ამტკიცებდა, რომ ცუდი ბუნებრივი პირობების გამო ჩიტებმა დაკარგეს ორიენტაცია და დაიწყეს სახლებზე და ხეებზე დაჯახება. რამდენიმე დღის შემდეგ მკვდარი ჩიტების წვიმა თავს დაატყდა შვედეთის ქალაქ ფალჩოპინგს. ამ შემთხვევის დროს მოსახლეობამ იპოვეს 10000 მკვდარი ჩიტი. ნომერი 3. ხორბლის წვიმა. ეს მოვლენა მოხდა ესპანეთში 1804 წელს. ბედნიერ მოსახლეობას ისე გაუხარდათ ეს მოვლენა, რომ გაიფიქრეს ღვთისნების გარეშე ეს არ მოხდებოდაო. თუმცა ქრისტიანი მოსახლეობისგან მეცნიერები განსხვავებულად ფიქრობენ. ხორბალი იქნა მოტანილი ძლიერი ქარის მიერ ჩრდილოეთ აფრიკის დანგრეული საცავებიდან. ნომერი 4. მონეტების წვიმა. ეს მოვლენა მოხდა რუსეთში 1940 წელს. ამ დღეს რუსეთის ერთ-ერთი პატარა სოფლის მოსახლეობას თავზე დაეყარა 1000-მდე მონეტა. როგორც ამბობენ მეცნიერები, ასეთი მასის ჰაერში აწევა შეუძლია მხოლოდ აურაცხელ რაოდენობის ენერგიას, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ტორნადოს. თუმცა ტორნადოები ამ ადგილებისთვის არაა დამახასიათებელი. ერთ-ერთი ვერსიით ქარიშხლის დროს განძი ამოქექა მიწიდან და ძლიერმა ქარმა მონეტები აიტაცა ჰაერში. ამის შემდეგ კი მიმოფანტა იღბლიანი ხალხის თავზე. 1956 წელს ინგლისის ქალაქ ხენხემშიც მოდიოდა მსგავსი წვიმა. ნომერი 5. მედუზების წვიმა. ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება ისეთ ადგილებში, რომლებიც იმყოფებიან ასობით კილომეტრის მოშორებით სანაპიროსგან. ასეთი წვიმები დაფიქსირდა ტოკიოში, პეკინში, ირკუტსკის ოლქში და ტეხასის შტატში. ამით კი ჩვენი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და გამოიწერეთ არხი და დაელოდეთ საინტერესო ვიდეოებს.